დღევანდელი ჩვენი შოუს სტუმარი გახლავთ მსახიობი ონისე ონიანი. რა კარგია რომ მოხვედი. გამაგარია. რაღაცა ესე კარგად ვარ. კი, ამას პასაკმე მაინც კარგად თქვენთან ვარ და კარგად ვარ. თეატრი დაგვიხურეს კი და თეატრი დაგვიხურეს, ხო ყველაზე მეტად ჩვენ გავმწარდით ამ შემთხვევაში და ამ პანდემიის პერიოდში, ამიტომ რაღაცა ისე ვართ. ხო იცი ყველგან რო შედიხარ, ყველგან რო საფეხურებზე რო ვადიხარ და სულ როგორი აპლოდისმენტები და მიიღო და აი ეს მაგრამ არავინ არ არის. ხარი რომ თავს რო ხო ქარის აპარატი გონია და ყველაფერი გონია რომ აი სადაც მიდიხარ ყველგან აი სპექტაკლი გაქვს და ესე მოტივებით ხარ და რაღაცა ესე რა არის იცით რა რომ ჩემი მეუღლეც მსახიობია და იმდენი ხანია რომ ისე მოვენატრა სახში რომ დადის ხოლმე ნუ თუ ვერ ხვდები რომ ეს სალატი დიეტურია შენ კი არა რომ დაიწყე რომ ეშველოს თორე ამდენი ყველაფერს თქვენ მაინც არ გახსნეს ხო ჯერ თეატრი არ გახსნეს ცოცხალი თავი ჩვენ არც ერთ თითზე არა ვართ გახსნილი საერთოდ არა გაიხსნა ნეკი რა არის ნეკზეც არ გავა აი ნეკა თითზედაც არა ვართ გახსნილები რა ხო და შესაბამისად რა ხან ესე იგი გენატრა თეატრი და უბრალოდ შეულებელია რამე ისტორიები ხوار გავიხსენოთ თეატრთან დაკავშირებით. ისტორიები არ ვიცი, მაგრამ მე ვნახე, მე კი არ მთელმა ქვეყანამ ვნახა რა საკეთებდა, როდესაც იზოლაციაში იყო. უი, ხო? ოჰო. არ ვნახეთ რა საკეთებდა. გადავირჩინე იმ პერიოდში რაღაცნაირად თავი, ხო? ალბათ შენსაც მოეხმარა. კულინარიულ. ხო, შენს კულინარიულ გამობრწყინებებს. რა შენ და ხო და ესე კარგად გეხერხება საქმეს კაცი. კი, ონისესონო. კი, შენ წარმოედგინე რაღაც გემრიელები გამომდის, კი, მაგრამ ახლა ეს სვანი კაცი რა ლაპარაკი მეგრულ. აგ მეგრულ მე მაინც მეგრელი რომ დაგიჭიქი გვერდით პატივი მეცი. მეგრულის საკმანზები მქონდა ეთქვა და გამო. სოწმეს ვაკეთებ როგორ ვაკეთებ. ისე ვაკეთებ რა იმისი. ხო და მართლა მეგრულის უნელების ოვერდოზი მოგიწევს. და გიყვარს ხო მომზადე? ხო, ძალიან მიყვარს მაგ ამბავი, აი ეს ამ ბოლოს გაიწევნები რომ არა, ბავშვობიდან, ღრმა ბავშვობიდან ესე რომ როგორ არ გამიკეთებდი, ერთხელ დაგპატიჟებ ჩემს. მოკლედ საჭმელების კეთება არის ჩემი ჰობი, შეიძლება დავარქოთ ესე? და ძალიან სასიამოვნო სიტუაციაში მაგდებს. ხო, თერაპია ჩემთვის ძალიან კაი. ეთქვათ, ეხლა როგორ შეიძლება ხახვი დაჭრა, თვალები და ცრაგზის ესე, უბედური ხდები და ამ დროს შენ რატომ რო სიამოვნებდეს ვერ გავიგე, ხო? მაგრამ ნუ აი რაღაცას ყველაფერს თავის მუღამი აქვს, მე რო იგონებ, ფიქრობ, აი გემოები, რაღაცები და მართლაც ისეთი სურნელი ტრიალებს მე რო ვიცხებ ამის კეთებას მართალია იქაურო აღარ ვარგა რომ 800 ქვაბი და 400 თებში და ჭიქა და ჩანგალი ყველაფერი ამონება შედა და რომ მივართ მე ადამიანს აი ჩემი ვინც მიყურებ ჩემის მეგობრები სტუმრები ვინც ყოფილად შენ და ძალიან ისეთი აი ნერწებსაც კი ყლაპავენ ეხა დარწმუნებული შენ გაგ ძალიან კულინარიაზე ხო ვისაუბრეთ მაგრამ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვს შენ მანქანებთან დიდი ამორჩეული მძღოლია რატომ ესიამოვნე იცი რომ იმიტომ რომ მე არ ვიცი ტარება და გონზი არა ვარ მანქანების რა ხო და ჩვენ აი რამდენი საერთო გვაქვს კულინარი ორივეს გვყურდა მანქანებზე ნუ დიდად ორი შენ კი იცი ტარება მაგრამ არ გიშ მე ხო მე ისეთი მძღოლი აღმოჩნდი რომ აი ახაცა ძალიან გადამწიფებული ნამეტანი ძვიან დავჯექი საჭესთან და მოკლედ იმიტომ რომ 5 თეატრში ვარ თქვენთანაც ვთამაშობ გმირში მაშინ ერთი მსახიობის თეატრში მე და ქალბატონი სოფიკო ვთამაშობდით სამეფობნის თეატრში თეატრალურ სარდაფში და მარჯანიშვილში და ანუ მაგ რეპეტიციები ამ რეპეტიციებს ვერ ვასწრებ რაშია რატო გადავწყვიტე რომ მანქანა საჭესთან დავждე და ვერ ვასწრებ ამ რეპეტიციებს და მოკლედ წავედი 2 დღეში აი სრული სერიოზულობით გებდა 2 დღეში ვისწავლე მანქანის მართვა თუ ამას სწავლა ქვია პედაგოგი ავიყვანე და მესამე დღეს უკან დაждდა და ეხლა შენ უნდა წახვიდე მე ჩემ პედლებს აქ არ ვიხმარო აქ რო იმას და ხო და კარგი მეთქი მაგრამ აი მე იცი როგორა ვარ აი სიკვდილიც მინდა სიცოცხლეც მინდა მანქანაც მინდა ყველაფერი მინდა მაგრამ რაღაცები არ მინდა მაგრამ ნუ რა ვქნა უნდა ვისწავლო და დავჯექი ფორდი ესკორტი მყავს 2 კარია რომელზედაც მეგონა სულ წელიწად ნახევარ თუ 2 წელიწად მყავდა წელიწად ნახევრის განმავლობაში მეგონა რომ ჩემი მანქანა იყო 4 კარიანი და არ იყო 2 კარიანი მოკლედ იქეთ მივდიო რომ მანქანის გაგნებაში არა ვარ ყველაფერი თითქოს ვიცი
მაგრამ ზადნი არ ვიცი. ურეკავ დუტას. დუტა მოდის, სადაც არ უნდა ვიყო, რა დროსაც არ უნდა ვიყო, მაგას ვენაცვალე მე. მოდის, გამოაყენებს სამანქანას, უკან უკუსვით, მე დავждე გაასწორებ, დავждები და მივდივარ. მოკლედ ერთენიერ დღესაც მოვდივარ ესე. მოვდივარ, ფანჯრები მაქვს ჩაწეული ღია, ის არის ზაფხულია. მოვდივარ და იქიდან ვიღაცამ გამეღადავა, რატო გამეღადავდი და ხო არ მიცნობდი, მაგრამ ეთქვა უშინოთ მოვდიოდი და იმას დააწყდა იქიდან ნერვები და შენსკენ რო აიღებს, ხო იცი, რო შეგაშინებს და მე სულ ავირი, ახლა დამერხა ვიფიქრე და დედა მომიყვეს, ავკარი ყველაფერს ხელი ამას. ამ შოიმაში არ წვიმს არაფერი, ეს შედა, აქედან ფეჭი, ეს მოვდივარ, და ამას ვერ ვასწორებ, ამ ხარდა, გავძერი როგორში. და ნუ მოკლედ ვიფიქრე, რომ ეხლა ჯობია გადავაყენო, ფეხით გავაგზავნო, ერბაკით ჩავიარო ფეხით, იმიტომ რომ ახლა უკვე აღარა მაქვს ენერგია, სომორჩა. და ერთენერ დღეს ვიღაცამ მითხრა, რომ უნდა მასაკნაო რა, გაასინჯო მანქანა. ხელოსნამდე ხარ მისაწვლელი. ხელოსნამდე უნდა მივიდე ახლა და ვაიმე. ეტაპი იწყება ცხოვრებას. ხო, ახლა აფიჯებს. პირველი შეხება ხელოსანთან. ეგ არის ჩემი აი რაღაცა ყველა წინვალე დღე, აი განათება გონების. ყველაფერი და ეხლა შეიძლება იქ დავდგე მე. ყველაფერი შეიძლება. და აი ახლა ისა რა ქვია. და მივედი და უკაცრავად გუჯა მინდა მე გუჯა თქო და გუჯაო აი იქ არისო გუჯაო და დამანახეს რომ გუჯა იქ არის. ნუ ჩაცმულობით ზურგი დგას რა ეს გუჯა. დაელოდეთო უნდა და ხო იცი ყველა პროფესორები რო არიან ხო კარგი ხელოსანს ესე ვერა ესე სად არის გენაცვალე და ყველა ვივარ ამ მანქანაში გადმოვალ მივარტყავ მანქანას იმან იცის რომ ელოდებით ან გადასცეს მე იქამდე ვიმიშეს გადასცეს ახლა მე რა ვქნა ახლა დავიღალე ახლა ფეხზე თქვენ ახლა გავაკეთე და დავჯექი გავხედავ გუჯა დგას ბიჭო ზუსტად ეგეთი საკითხი განახო რა ვიცი ახლა რა ხდება იქა ხო და მოკლედ ესე და ბოლოს აი ამომივიდა ყელში რა გუჯას და გუჯა გავხედე და დაით მოტყრია აი მე როგორ მივწყინდება და გავნათდი ზენათელი ვარ ესე და უცებ გუჯამ რაღაცა დაინახა აქ აგდია და წავიდა აუ ჩემი ეს წავიდა ეხა აღარა გუჯა როგორ მიდა იცი ჩემად ეს ჩააგდო იქა გაიწმინდა ახლა ხელები წამოვიდა ეს გუჯა და უცებ და ზუსტად ეგრე როგორ აკეთებენ მართლა ეგრეა ხოლმე ახლა სიგარეტი მოუნდა გუჯას ჩემთან ბაასის დროს ეთყობა სიგარეტი მოუნდა და დაბრუნდა ისე და მე ესე მოდი რა აი მოდი და გავწარდი და წავედი მე გუჯას ის ვერ მოდის მე ხო მივდივარ არა ვინ რას მოვკლავ და მივედი ეს გუჯა მე უთხარი უკაცრავად აი გელოდებით საათნახევარი რაღაცა და შენა ხარ კი მეთქი მე ვარ და ისა ხო და კითხვები მაქვს რა კითხე ვაიმე რაღა ვქე კითხე რამდენიც გინდა კითხე ხო და კითხვები მაქვს რა და მე უთხარი მკითხე თქო და ასე მე ესე ვარ და თქვენ მაქვს რამდენი აქვს მატორი ესე რა ერთი აღო სული სერიოზულობით არა ეს სული სერიოზულობით შეიძლება ერთი და ის არიფია არა კაცო მაგას კი არ გეკითხე მატორი რამდენი აქვს რა არ მიკონკრეტებს არა მატორი ერთი აქვს ჩემ მანქანას მატორი ახედა იქეთ ეს ვინ გამომიგზავნეთ ვინ გამოგაგზავნა და ბიჭო ერთი აქვს მეთქი და მოვედი მოვკიდე ხე წამოდი გუჯა მოდი აქ მეუბნები და ავხად ეს კაპა არ არის ერთი ეს და ერთი აქვს ფარამდენ უბატურაზე აზე მეკითხები რა წესიერად მელაპარაკე და უბატურა სუამრია ეს ცოტა სიტყვა უბატურაზე ვაფშე არის მე გეტყვით ერთ რამეს ძმაო აი ძალიან ბევრი ალბათ ოსტატი და თავისი საქმის პროფესიონალი გვიყურებს რა მაგრამ აი დარწმუნებული ვარ უამრავისთვის ნაცნობ ეს როლი რაც ახლა
ერთ-ერთში შეასრულა, მე მქონდა 2 დღის წინ. ოღონდ სხვა სახელი. სხვა სახელი იყო იცლება, მაგრამ თუ არ მიყრით, კაიანი უჯაც როგორი ზუსტი სახელია. აი ამ თქვი აუცილებლად. და ამ ნაწილთან და ამ რაღაცასთან დაკავშირებით, რომ კუბატურასთან დაკავშირებით, მოგეთ ერთი კაი ადამიანი, კაი კაცი გარდაიცვლება კახეთში რა და ძალიან მაგარი ადამიანი, კარგი პიროვნება და და გამოასვენეს, ახლა მიტინგი უნდათ პატარა რომ მოაწყონ, აი თქვან ამ კაცზე რაღაცა რომ ისე გააცილონ და რაღაცა და ეს თავი კაცები რო არიან, ხო, ხაშლამას შაგიმარილი არ დაგაკდეს რაღაცა ისეთი, რომ ეს კაცი ეძებს ადამიანს, ახლა რომ აი ხალხის სტუმრებია, ბიჭო, ჩამოსული და ემან დრამი არ შემეშალოს, რაღაცა და არის ამბავში და ბიჭო, ვიღაცა გამოდითო, თქვითო, რა ერთი სიტყვა თქვითო, რაღაცაო, რა სირცხვილეო, რა კაცი მოგვიკვდაო, ვერა ფრით ვერ აღმოაჩინა და ნუ რა უნდა და იქიდან ტრაქტორის აწია ხელი და მათქმევინე რა ერთი სიტყვა მათ. შე როგორ გათქმევინე უნდა გადამრა ამდენი ხალხი ჩამოსულები, ჩაცმულები და ხო რასაკე ხარო რა არისო, დადიო რა მოშორდი აქედან ხო და მეორე თაღარ მალაპარაკო და ბიჭო მათქმევინე, მე ვიტყვიო რა, შეიძლება ცოტა ჩარტყმულიცა აქ ამ ტრაქტორის. მე ვიტყვი, არა ცხადი ბიჭო, რა თქმა უნდა, ვიფიქრა ამან, მოდი ვათქმევინებ ამასო ახლა. მაინც არავინ არ და შენ წავიდე, წაბარბაც და გაარღვიე, მივიდა მყართან დადგა რა. დადგა და ბიჭო, ამონტოლა ხალხი შეკრებილ ხართო. ისე მიხარიაო, თქვენი დანახაო რა, მეტი აღარ შეიძლებაო რა. კაცურათო რომელიმეს სადიო ტრაქტორის ტულკები არ გიყვეთო. პუბლიკანა ტრაქტორის ტულკები არ მეგულება შეკლიბა, გაიგე? მაგრამ ყველა ერთად ვახ, საოცარი ძალიან ადამიანი მადლობა ზო. საოცარი, მადლობა. აი, აპლოდისმენტები. ძალიან ბევრი ვიცი რა. დამეღალა ხო. კი, და ხო არ დაგვამარცხებდი თამაშებში. ოხ, თავარი ნაწილი. უი, თამაშები. კი ბატონო. მაშინ შევეცდები. მაშინ ლიდერბეთის ოთახში გელოდებით. წავედი. რა დაინაცვლოთ ლიდერბეთზე? წავედი. და ბატონო ონის, როგორც ხედავთ, ჩვენ ვიმყოფებით ჩვენს ძალიან საყვარელ ლიდერბეთის ოთახში. აქ ძალიან კარგი თამაშები ტარდება ხოლმე. და ერთ-ერთ ეხლავე შემოგთავაზებთ. ამ თამაშს ქვია გამოიცანი ვარსკვლავი, მოდი ასე დავარქვათ, ბავშვობიდანვე. ოხო. თვითონ სახელი გვეუბნება ყველაფერს. აგერ ჩვენს მონიტორზე აღიბეჭდება რომელიმე ცნობილი ადამიანის ფოტო, ოღონდ ბავშვობა. გასაგებია ვანი. და უნდა გამოვიცნოთ ვისი ფოტოა. ორ გუნდად ვართ დაყოფილი, შენ და ილო ხართ, მე და ნიკო ვართ. გამოცემის შემთხვევაში ხო არ ვარ? უნდა კი ბატონო. კი, უნდა დაგვასწროთ, ორე ჩვენ დაგასწრებთ. აბა, მაშინ დავიწყოთ. აი, შელი მამაკაცი რო ოთახში ქალბატონს სიურპრიზად ელოდება და ის შემოდა აბა რა. არ შემოუსტრეს. აი რასა ეს ის არ არის რას არა გავიქალისინო ვანიჩკა ერთი რამე გავიქალისინო ჩვენ აქ ეს ძველი კითხვა იყო რასაკეთებს კითხვა იყო ვინ არის აშკარა ძველი ფოტოა აუ თან ისეთი ხალი ჩააკლია რა ერთი ვინ არის ეგ არის ვიცით კი ბიჭო ეგ არის არ ვიცი პირის აპარატზე გიორგი მარგველაშვილი აუ ეგ არის კარგი რა. ანიკოს პატარა გამოცდილებამ რა იმასა. რო თქვა, მე მითი პირის აპარატზე. თვალებიც მიხდი მე. თვალებზე ვერ დავასწრებ. მართლა სპორტსმენი მეგონა მოჭიდავე. შემდეგი ჩვენ ჩაგვეთვალოს კი ბატონო. პრეზიდენტი ყოფილა. ეს ძართული ყოფილა მე ისე აბუჩათუ. მეც რაღაცა თამაშსო. ვიცანი. ბაშაძე? გიორგი ვაშაძე. გრიგოლ ვაშა. გიორგი ვაშა. დაუცახურებული გამარჯვება. ულა მოიპოვე. შემდეგი. ოპა, ვიცი, ძალიან. არა. ვაიმე ვინ არის? ვაიმე ეს გამოხედვა. გოგოა. არ ვიცით გოგოა ბიჭია? არა ბიჭია. თან რულზეა, ხო. საჭესთან მამები სვავდნენ ახლა. აუ, მაიცა დაუკვირდით სავარძელი როგორია? მიშა სააკაშვილი. ხალიჩასავით სავარძელი რო იყო. მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ ვერსიას ახლა მე ვიტყვი რატო თქო მიშაზე საიდან წავიდა. რატო არის მეთქი მიშა თქო და ტუჩ შეხედე შეჩემა ტუჩ. არის აპარატის წეღან ეგრე გამოვიცანი. აი მე არ გონია რომ არც მე არ გონია, მაგრამ აბა რა გინდოდა რას დაგუპე ჩვენი გუნდი. შემდეგი.
ამათ ეს ყველა ვიცით ვინცა ეს ის არის ელაპტრიში ეგრევე მე მგონი ეს ფოტო ბევრისთვის ცნობილი კი, ბევრისთვის ფოტო ეს არის ისა ღარიბაშვილი ღარიბაშვილია იგივე სახია უბრალოდ სალამურია მოხსნილი იგივე სახით იხედება ოღონდ აი ანსაცული სალამური არის სხვა კი არა და უნდა ვთქვათ რომ ყველა ასახული ბავშვი ძალიან საყვარელი იყო კი ნეტა მაყურებლებით ეპა მაიცა აი ეს სამხედრო პოლიტიკოსის გამოხედვა ეგ არის მე ვიცი მაგრამ როიცი არა არის მაიცა დედა მიშველეთ რა დაუკვირდა ნახდა ეგ არის პოლიტიკოსი აი ეგ არის არა მგონი ეგ არის აი ეგ არის ზუსტად კი ეგ არის იმენა კაცო გამო აბა არა ბაქრაძეა გავიდო ბაქრაძე იმილი შეხა ბაქრაძე ეგეთია შეგვიძლია გავუშვათ მართლა ბაქრაძეა მაგაში დარწმუნებული ვარ უკვე ოკეი ბუზე ხო იწებოდა აკარია ბუზე ეროვნული საქართველო ხოა ფიგები აქ აიყოს ბიჭებო გააგზავნეთ დაიკიდეთ მე ნუ მომაქცევ მეტაში მაგრა დაგვეცა არა მაგრამ შორს არ ვიყავით ბიჭებო შორს არ მაგრამ აი ეგეთი ღიმილი აქვს იმას ესე ზუსტად ნენელა ქულებს ხარ გა ხო თქვენთანაც იგივე ასოციაცია კი კარგი შემდეგი ეს წულუკიანია უეჭ აუ მე შევიფიქრე რატომ მე წულუკიანი ვიფიქრე ვერსია არის წულუკიანი ნუ იყოს თუ მაინც ვერ ვიცნობ ერავის და წულუკიანი იყოს მოიცა ანუ თუ არა ჯერ ყველაფრის თქმა არ შეიძლება ანა გაითვალისწინეთ მეგობრებო რომ აი ვინ არის გურული ქუდი აფარია რა ვინა თქვენ უკვე თქვით წულუკიანიო ხო არა არ შეთანხმდით მაგ ვერსიაზე რავი ხო ეს ხო არის ბაქრაძე არ ვიცი ან უკვე ხა გავუგე ვინ თუჩი ჩვენი ვერსია ბაქრაძე ბაქრაძეა კი ვაიმე როგორი ბაქრაძეა თან გითხარი აი ხო ვახსენ არის მაინც დავწუხ რა ესე იგი ორჯერ მანამდე ბაქრაძე და მაინდა ბაქრაძეზე არ ვთქვი რომ ბაქრაძე შემდეგი აუ წულუკი ყველა აი ეს ნამდვილად წულუკიანია თინა თუ რა ყველა არავის და ყველას მეძება ეს ზუსტად ის ეგრევე ზუსტად ის ძალიან საყვარელი ბავშვია კი მართლა საყვარელია შემდეგი თუ შეიძლება ოპა ძალიან საყვარელი ბავშვია ვარ თამამად რო ვთქვით ბავშვობაზე ხო გამოვხატ ჩავტოვეთ მისი საყვარლობა რომ ბავშვობაში დავტოვეთ იქვე აი ეს არის ან აი ხა შემაძლებს უცებ ვიტყვი მოდი რა არ დამძრახოთ არ გძრახავთ არანაირი შენი თანაწამყვანი ხო არ იყო ერთი პერიოდი ბიჭია ბიჭო გოგო მგონია რავი ხა ის ვერ გაიგებ მე მაგასე გვეყურა და გვაცნობდნენ რომ გოგოც ვიყავით და ბიჭებიც აი ნამდვილი გენდერული არის მაშინი რაც არ ვიცით არა რაც არ ვიცი არ ვიცი შორენა ხო არ არის არა არაფერი არ მოგავს შორენა კი შორენა ეგაშვილი მოიც აიღე მაშინ მე კი შორენა აბა მიდი არა მეც გონია უბრალოდ მიდი თქვით არა ის პრობლემა რაც შენ თქვი მის ანიკო არ გეკადრება ლებია ამ ადამიანთან ერთად აი ვიცანი შენ ბავშვობიდან არის აბა შორენაზე მითხარით ბავშვობაში უფრო საყვარელი იყო თუ ახლა მიდი ორივე ძალიან საყვარელია ეხლაც და რთული გამოდგა ძალიან ბავშვობა ერთმანეთს ჩვენ ხო ჩვენი ანგარიში გუნდებში და მაგრად მაინტერესებს მაყურებელი თუ გვიგებს ამ დროს ისინიც ხო თამაშობენ მათ უბრალოდ დაინტერესებს მართლა ვინ არის და ელოდებიან პასუხს ნახოთ რა დაგვრჩა კიდე ფოტო კი დაგვრჩენია ეს ახლა მომღერალია ალბათ ჩაწერაზე ყავთ მიყვანილი პატარაობაშიც მღეროდა ესე იგი ოჯახშიც ისეთში გაიზარდა სადაც სიმღერა უყვარდათ ასე თუ გამოვიცნობს თორე ვერ ვცნობ ფაქტია სტეფანე ღებრიშვილი სტეფან რა შეიძლება სტეფანეც იყოს კი გავს მოდი ჩვენ დავარტყათ და ჩვენ ვთქვათ სტეფანე სტეფანე მე არ მქონდა დაჭერილი მოდი ჩვენი მაინც ვერ ვიგებთ მაგრამ იმაში ჩათლახობაში ხო მაინც ჩაგვეთვლება ოჩაიცი შე როგორ დააზუსტე ეგ ამბავი აი უბრალოდ რა თქვა და დავად მაშინე იმითი სწორად წავედი რა ქვია რომ მომღერალი ბავშვობიდანაც მღეროდა ყალაძე ეს კალაძე აშკარად აშკარად კაც ვარჩესულა ფაქტიურად ორგოლამდე კი აი ეგეთი უბრალოდ ბანძია ეს ეხა უბრალოდ ბანძია კი ბატონო მე აქტოვანებული ვარ ვანიკოს რო ქვია
როგორც იცი. ლოგიკით ორი ადამიანი. და თვალით რაც თავარი. შენ რო ბალი და პირის აპარატი. ჩემი საიდუმლოება საერთოდ ვერ. შემდეგ თამაში შემდეგ თამაშიც ხომ არ გადავინახე. კი ბატონო. აი ამ თამაშს კი ქვია ბატონო ონისემ სიტყვების გამოცნობანა ნამიოკობანა როგორც გაგვეხარდება უბრალოდ სიტყვები უნდა აუხსნათ ჩვენს მეწყვილეს გუნდებად ისევ ვარ კაპიტელები შენ და ილო მე და ნიკო და მოდი თვალსაჩინოებისთვის ტრადიციულად ჩვენ დავიწყოთ გავხურდეთ ჩვენ ამის კი ბატონო. კარგი მიაგიხსნია მიდი აბა არ მოიწყინო და დრო არის რას თავარია დროში ვარ შეზღუდული დრო გვაქვს დრო რამდენი გვაქვს ერთი წუთი ნებისმიერ ერთ წუთში რასაც მეც მოასწრებთ ეგ არის სიტყვით უსიტყვოდ სიმღერით ხტუნვით კი წავიდა დრო სიტყვები შეგიძლია იხმარო ხო აი რო ისვავთ ტანზე და გივარდება ძირს ხო თავს რომდებთ და მეორე გრძელი ხო არის ეგ არის მაინც რამდენი ვარეთი შეიძლება ხორბლის ზემოთ როა რო იშ თავთავი ფეხზე რო გვაცვია ახლა იმიტომ რომ არა ზემოთ დავიცავთ ფეხსაც ბახილი სადაც არის სისტემა თელი პლანეტები მო კოსმოსში არის თვითონ დიდია უფრო ვიდრე მზის სისტემა ხო არის მზე მე პლანეტები არა მოდი გამოვტოვოთ შემდეგი მეომრებს ეხურათ თავზე მუზარადი გიდი წამომხსდა გიდი რო დაალევინებ ადამიანს და კარ ხასიათი დადგომის ნაცვლად რომ მოკლავ შხამი მეორე სახელი აქვს მაგას შხამს რო ეს უკნაო ხო საწამლავი და კარტოფილზე ვასხამთ დავჭამთ ზეთი ტყემალი კოსმოსი მითხარი სუფრები რო იშლებოდა ადრე ქორწილები იქ იმართებოდა ახლა ისინი სეფა არ და მოვიგნეთ შემწორ კარტოფილს ზეთი ვასხავსი სუფრე რა არის ეს იგი ამიტომ და რომ თქვა ხო გიდი უნდა აგიხსნა ესე იგი ადამიანი რიგარეში უბრალოდ კოსმოსი გამომართვა გალაქტიკა არის ხო კოსმოსი ხო ოჩა გალაქტიკა პრესტიჟის გოლი შენ გაიტანე ოკეი შემდეგი გიკარნახი კიდევაც გალაქტიკა მეთქი ვერ კი გიკარნახა პატიოსნად გავიგონე ძმა ახლა რა ხდება ონისეს ილო აუხსნის დაიკავეთ ადგილი ბიჭებო და ახლა ჩვენ დაგაკვირდებით აბა რა ხდება 1 2 3 წავიდა დრო ხელში უჭირავთ ხომ და ესე ატრიალებენ რა კრეოსა ხო ეგ არის ამოხედქა ვულკანი კი ბატონო ქვია როცა დასასვენებლად ხარ წამოწვევი და ესე შეზლონგი არა იგივე ოღონ ნავი არა წყალზე არ არის ჰაერშია ჩამოკიდებული ხო ეგ არის ჭადი არა და მეორე ის ჭიშტარი ეგ არის კი ბატონო კამეროთ გებოდა რომ დადიან ხოლმე ისა ვამე ზილქანა კი არა რა ქვია იმას თვარეული კი ბატონო რო კი რაღაცას მოხდება თავში და რო კოპი კი ბატონო ეხლა კორონას დროს დავდივართ რო გიკეთია სახე პირბადე კი ბატონო იღაბი ქვია ეს არ ვიცი რა არის აი ის რა ქვია რო ხო ბუსტების გასაშვები არა სცენარი რო არის დავიჭერე ბაბუაწერა ხო ეგ არის აია ისეთი სტრაფიაო რა იმასავითო რაკეტა არა აქტული სიტყვაა გამიგე გეტყო არა ტყიამ შილდი აი სურდული ხო ეს არის სურდული ვიცრა ხო აბაიჭრა დრო ჩიჩახვი ისედაც არ ვიცოდი რა ჩიჩახვი მინდაუსვა ჩიჩახვი კარგი ჩემი ჯერი არის ესე იგი ნიკო დაიგეთ ეს აღარ გვინდა მალადეც ახლა მე ვიცნობ დაიკავეთ აბა ადგილი და გვიყვებო რა იქნება მამალს რა აქვს თავზე კი ისა სასმისი ძალიან წვრილად რომ მოდის ჭიჭილა ხო აი ჭიჭილა სადიჭვრიტები ქართულად რა ქვია და ეგრე რა გლაზო კი არა ნახრეტი სათვალთვალო თვალი ჭუჭრუტანი ხო ეგ რა და კოსმოსში გალაქტიკაში რა შეიძლება დაგვეჯახო ხომალდი მე ასტეროიდი კომეტა მეტეორი ხო აი ბარიერი ხო ბარიერი ჩვენა მაგარი აველი როა ორი ადგილი მუზილო აქვს სიგარეტზეც რო ახატია უნდა პროჭირომ დადი ხო დროატები ის არ ქვია ტყვია რითი ვარდება თოპში რა არის ტყვია ბიზანში მოსახვედრია ხო ტყვია დენთი ხო დენთი რა არის სახრახნისი და ქართულად
ქართულად არ არის ახლა. სახრობისი არის ესა? ატიორკა და მეორე, აი რო უჭე. თანჩი? არა. ყელტუჩა? ხო. ყელტუჩა ესე რა? ხო. ამოვიდა დრო? და რა იყიდე მითხარი რა თუ და ის არა ქვია. ამიცენია. აი აქ რო გაგი ის მაგრამ არაფერი. ხო. გუგული? გუი ხო? აი ბოლო უნდა დაგეთქვა რა. მომისმინე, ეხლა ჩვენ რაღაც დიდი შედეგი ვერ დავდეთ. გონი 7-ზე მეტი სიტყვა არ გავამიცნია. პირველი ცდები თანაბარი იყო, პირველი მცდელობები. პირველი ცდა ჩვენ 9 იყო. წავიდა. დრო წავიდა. ჭაობშა გომბეშო ხო ისა გეგძინავს და გაღვიძებს და მაგვიძარა. ეგ არის ხო ისა არა მეორე არა მეორე კიდე ქვია ტრუბა კი არა. არა ხო ისა კაი გიტარას გაბულებები სიმები კი ბატონო ისინი სულ კომაქციის ქალები სად არიან საროსკიპე. კი ბატონო რა ხდება აი რომ დავიცხრან ეხა ჩვენ რა ქვია მაგას ისა ქვია ვაქცინა. ხო გინაცალე ხო გადავწვიდე წერი ყოჩა ნელა დაანუახლოვდებით ერთმანეთს. რო ხას რა რო წვერიან გუძუები არა ისა როა დიდი ჯიქარი ხო ყოჩა ისა სპილოს რო აქვს ხო ვისთან იყვნენ შეხვედრაზე ჩვენი პოლიტიკოსები გიმათთან რა ქვია რა ქვია დიდი საფარო არის კაცო რა ქვია ფასილი დაკარები ოისე რა ჩვენი რა გააკი თავი მისაღო მორჩა ხო ყველამ ვითამაშეთ თუმცა ფაქტია რომ დავმარცხდით ეხლა რა თქმა უნდა დავმარცხდით აი უპირობოდ დაგვანგრიეს უბრალოდ დაგვანგრიეს რა დაგვანგრია რაც მოკლედ რაც ინერვიულა რომ ერთ თამაში ცოტა ვიპასიორებ აქ პირდაპირ ამოხაში დადო თან იცი როგორ იყო მეგონა რომ ტუალეტში უნდა რომ ეხა დროის აცებს რო გვიკეთებენ ვა ვაქცინა კარგი იყო ძალიან ჩვენ კიდევ გვაქვს ერთი კარგი თამაში ჩვენთვის მომზადებული და რომ შევერკინოთ ეს მას შევერკინოთ ასე ბატონო ისე ხა ჩვენ გოლდება ყველაზე გემრიელი თამაში ამ თამაშს ქვია წაიმატე წონა ხო ერთ წელს ვიკავებ რა შემდგომარეობს ჩვენ ახლა სათითაოდ ყველანი ავიწონებით ჩვენ წონას დავაფიქსირებთ შემდეგ ნიშანზე შევესევით სუფრას რას შეიძლება მე შევჭამთ და შემდეგ კიდე ავიწონებით და ახლა ნერწყვი მომწონებს ვისაც უფრო მეტი წონა ექნება ის იქნება გამარჯვებული და თან პერსონალური საბწონო და თან გუნდური აბარა გუნდურს მოდი დავდგები მიდი ორივე ფეხი ორივეს თუ არის და ვარდისებს აჰა მაინტერესებდა რა მოხდა გაასწორე თავი მე გაახლავართ 69 0 აღნიშნე შენი თავი და მეც დავდგები იქ თუ შეიძლება ყველას აღნიშნავთ გინდა კი აუცილებლად 69 შენ თავს მიუწერე აი ეს წონაც მაწყობს რას ლაპარაკობ ბიჭო 80 და 81 რომელ წელს 81 ზუსტად ასე აი მე ის პერსონა ვარ არ მინდოდა შენი გაბაზრება დაბადების წელი და შენი წონა ერთმანეთს ემთხვევა აი ეხა მე ვიწონებ ეხა ონისე დიახ ვაი დედა უი უკვე 5 აკრიბ ვაი მე 93 და 10 93 ჩვენ შევიდა 93 ავწეროთ 93 და 10 მაშასე მთავარი მეწონიანი არა ილმონ ბერონსკი არა მე ვიქნები აჰა 95 აჰა დედა შენ მეწონიანებში გავდივარ რა თქმა უნდა ეხლა ბიჭებო სუფრასთან ხავთ მობრძანდით ნიშანზე შევესევით მოიცა კაცო ერთი წუთით ესე იგი რა გვაქვს რა ეხლა რა 69 91 პირველი ორი წონა მაწყობდა რომ ყოფილიყავ ჩვენ ჯამული ამ ეტაპზე რა არის ნახე ვანიკო ამ ეტაპზე თქვენი არის 140 150 ხო აი ესეთი აჰა 188 და 25 რა კარგი მათემატიკას 88 და 188 და 25 ხო და 25 ჯამური
აბა ვნახოთ რა იქნება. მოიცადეთ ერთი წამი. აბა და ეს თამაში ონისე პირველად თამაშობ თამთავ. ანუ რა მაინტერესებს, იცი ახლა ჯამს შევკრიბოთ თუ გამართლა ყველა გადაცემაში სუფრით დავხდებით თუ რა გემრიელოდებია თან. აბა 1 2 და 3 ნიშანი მოგვეცით თუ შეიძლება. უბრალოდ რაღაცაკლია, ბოლავიდა. ებით, დავაი. ხორცი. რა თქმა უნდა გაგვაჩერებენ ხო? აი ბანანი გახსენ. ბანანი გათალე. თუ რა ქვია? ალ მეყოლე. ალი კაია დაყოლე. ვაიმე ჭამა რა. უთო დამადგა. არა, ჰამბურგერი ძალიან ის არის. ნელი კვება. ეს ჯანელა იქნება. ვაიმე კვეთო მიშორი. მე გემოსაწყობიან ჩვენ წონას მივაწე. ვაიმე დედა. ხო, წონიანები ჭამე. დაცვათა. ვაიმე დედა, აი ამის ჩემპიონატ. აი ამის ჩემპიონატში ნამდვილად არ უნდა. დაცვათა. არ გავიდა დრო. დაწყე ზუმრაზე ყველაფერი. გავგიზ. ეგ შეგიძლია შეინახო. წონაში გეთვლებათ. მობძანდით თუ შეიძლება. მარიხისა. იდე გადაყლაპა. ეს წონა ეგ კი ბატონო, არა, ეგ ჟილკობებს არ ვართ. დადე. მოდი ისე დავიწყოთ როგორც ისე კი ბატონო. რა ჟილკობები არ. შეიძლება მე დავიწყო. ნიკო იყო ხო? გამოიწონი მიმიში. შენ დაიცადე და მოდი უფრო ჩავძაბოთ, სტუმარი ბოლოს ავწონოთ. ანუ პლუს რამდენი გრამი მაქვს ახლა? ახლა რა შმაკია, გაიგერო. არა, ჩვენ გვაწყობს ეს. კი. სანამ ეს აიწონებ ხამაზე არა ისახე. 79 და 25 გრამი მოიმა. 250 გრამი იქნება, ხო? ხო. 25 ხო? მოიცა, ანუ 79 და 25. ხო, 25 მიაწე. პლუს 0.25. ეხა ჩემი ჯერია ხო? ვანიკო აბა შენიცი. მოიცა, მოდი ჯერილო. მოდი ისე ჯვარედინა და აი ჯვარედინა და კარგად შემერგოს. აბა 96 და 20. ბიჭო რა მოუმატე. კილო ნახევარი რა შეჭამე, ჩამოდი ხელახლა. რა კიდე? ოი წაკაცა, უკვე ამას დადეგი. აჰა. 65 და 90. აჰა. რამდენი შევჭამ? 800 გრამი გიჭამია. 900. ეხა ჩემი ჯერია. არა, უყურე 90 თუ არის, ესე იგი 75 გრამი შეგიჭამია. პლუს 0. თამაში კი იყო ძმა. რა 70 90 ბიჭო. 75 არის 750. აი 2 გრამის დავანგრებთ ოჯახს. მეა თქვენთვის. გები. ვანიკო 200 გრამი ბიჭო ვერა ვარ. რა იყო? 200 გრამი ბიჭო თან ამითი? აუ ეს ნახე რა. არ გინდა. აი თავი. რა ხო ჟილკობებს არა ვარ თუ და ები. ბიჭო ორივე უკვე წავაგეთ მარტო ილოსთან, საერთოდ რო აღარ აიწონოს ონისე, მაგრამ ნახოთ. დაიკო, იმდენი ნერვიულა. ბაშლი გამოვა. ნუ ნაკლები წამოვიდა. ნერვიულა დაიკო. პიდა ვაფიქსიროთ. კარგი ეხლა რა. მართლა რამდენი მიირთვი ნახოთ. აჰა, შენს ილოსნაირად პლუს აი ძმაო, ჭამა ეგ არის რა. ამა ეგ არის ძმაო, აბა დააჯამე ერთი. ბიჭო, მაგრად წავაგეთ ორივე მთლიანობაში 450 გრამი შევჭამეთ მე და შენ. აი ეს ფერაზე კაცი მგონია ჩემ. 450 მე და შენ შევჭამეთ და ილომ გადასანსლა ორივე ჩვენზე თითქმის ორჯერ მეტი 1 კილოგრამი და 450. აი ოკი. რა, ბანანი დავგე. ჭამა უნდა და უცებროზე ხელზე დავაჭე, აღარ ჩამოვედი. აღარ შევჭამე. ნუ კარგად მაინც მოგვაგონდება. კაი, ჯანდაბას იყოს მათი. მე მგონი რაღაცა გვაჭამე. გახსოვს მარკველაშვილი. მე მგონი მაგარი გვაჭამე. და გახსოვს მარკველაშვილი. და ისაც არ არის, რაც შენ გონიაო, აი ახლა ვარ ეგრე. კილო და 400. აბატონო.
მოდი თუ დაგიბრუნდეთ ბიჭებო. დაგიბრუნდი ნიკო, მოკლედ წარეთ წავაგეთ, უпростоრად ძალიან გემრიელად წავაგეთ ეს თამაში. ძალიან გემრიელი თამაში. ძალიან გემრიელი თამაში იყო და თან რა ხარეთ, კიდე მომიყვანეთ, კიდე მათამაშეთ. ჩვენ გემრიელი ლუკმა treba იმ ვაშლის ჩადება რა. არჩენი ბანანების და ნუ მივაჭრებთ. მაგრამ ჩვენ ჩაბილი და გემრიელი ლუკმა ბოლოსთვის შემოვინახეთ ჩემო ონისე და ასეთი კარგი თამაშისთვის, ასეთი დაუნდობელი ბრძოლისთვის შენ ლიდერბეთისგან გადმოგეცემა უკონტაქტო ბარათი ლიდერ კარდის, უკონტაქტო ბარათი რომელზეც 500 გამაგარია. 500 ბრავო, დიდი მადლობა მაგარი სტუმრობისთვის. მადლობა ძალიან.